დღევანდელი ეთერის ბოლო ბლოკი კი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს და შრომის ბაზარზე მის შემოსვლას უნდა დაუთმოთ. თუ კი ბოლო წლების და გასული თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, როგორც მომავლის ტენდენციაზე, დღეს უკვე ის აქტიურად იკავებს თავის ადგილს და გარდამტეხ ცვლილებებს გვთავაზობს ისეთ სექტორებში, სადაც ავტომატიზაცია სწრაფად და ეფექტიანად შეიძლება. ეს არის საკომუნიკაციო მომსახურება, ადმინისტრაციული თანამდებობები, მონაცემთა ანალიზი, კლიენტებთან ურთიერთობა, სწრაფი კვება და სხვა. მაგალითად, ფინანსურ სექტორში AI უკვე ასრულებს ისეთ ფუნქციებს, რომელთა შესრულებას ადრე ანალიტიკოსები დღეები სჭირდებოდათ. კაფეებში უკვე გამოიყენება ავტომატური რძის მორევის მოწყობილობები, ხმოვანი შეკვეთების სისტემები და სერვის რობოტები. ამავდროულად ხელოვნური ინტელექტი ქმნის ახალ პოზიციებსაც ისეთ სფეროებში, როგორიც არის AI მოდელების მართვა და მონიტორინგი, ეთიკური რეგულაციების შემუშავება, კრეატიული კურატორობა, ტექნიკური მხარდაჭერა და ტრეინინგი თუ სხვა მრავალი. სად არის ამ პროცესში საქართველოს და ადგილობრივი შრომის ბაზარი? ამ თემაზე სასაუბროთ. მედია ტაბადაძე კომპანია ინსორსის მმართველი პარტნიორი გვერდდება სტუდიაში. დილომშვიდობის ახალბატონო მედია, მადლობა თქვენი დროისთვის. 2 წლის წინათ, თვეების წინათ საუბრობდით ხოლმე როგორც მომავლის ტენდენციებზე, თუმცა ვხედავთ, რომ მსოფლიოში და განვითარებულ ქვეყნებში აღარ არის ეს ყველაფერი ხვალ და უკვე არის დღეს. საქართველოს სად არის ამ ნაწილში და რა შეიცვალა თუნდაც ჩვენი ბოლო საუბრის შემდგომ? შრომის ბაზარზე ბევრ საუბრობთ, მათ შორის კადრების დეფიციტზე, ბოლო პერიოდში ვსაუბრობთ იმაზე, რომ უცხოელი მუშახელი ჩემოვიდა ამ ნაწილში და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სად ვართ, ესეც საინტერესო. დილამშვიდობისა და მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო მდგომარეობაში ვართ. პირველი ნაწილი თქვენი კითხვის სად ვართ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან მიმართებაში. ჩვენ ვართ საწყის ეტაპზე, როგორიცაა თქვენ რაც ახსენეთ, თქვენს შესავალ ნაწილში ურთიერთობა კლიენტებთან, ეს არის ავტომატიზირებული ხმოვანი კომუნიკაცია კლიენტებთან, სადაზღვეო საფინანსო ინსტიტუტები ამას იყენებენ, როდესაც სჭირდება მომხმარებელს რაიმე ინფორმაცია ესაუბრება. ამას გარდა გამოყენება აქვს ასევე სხვადასხვა ტიპის მომსახურების სფეროებში, მაგალითად საკონსულტაციო მომსახურების სფეროც რამდენიმე კომპანია ვერ დავასახელებ რეკლამის გამო აკეთებს უკვე გენერირებულ რეპორტებს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ეხმარება. საინტერესო გახლავთ კიდევ ისიც, რომ აი ამ მარტივი მაგალითად გადაწყვეტილებების გარდა ორგანიზაციები, სხვადასხვა ტიპის ბიზნესები, უფრო მეტად ფინანსური ინსტიტუტები ცდილობენ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის განვითარებასაც, რომელიც კონკრეტულად მათი კლიენტებისთვის და მათი პროცედურებისთვის თუ ბიზნეს ოპერაციებზე იქნება მიმართული. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მდგომარეობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განვითარებასთან მიმართებაში ჯერჯერობით გვაქვს ეს გამოყენების და განვითარების საწყის ეტაპზე ვართ. ანუ განზოგადებით ესე შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ არათანაბარი ათვისებისა და განვითარება არსებობს ჩვენთან და თავად როგორ განვითარებლები არიან. შედარებას თუ გავაკეთებთ განვითარებულ ქვეყნებში, თუნდაც მეზობელ ქვეყნებში, აი ამ ნაწილში საინტერესოა იქ როგორი ტენდენციებია და აქ ვწყობთ თუ არა ფეხს იმ ტენდენციებს. ხო, შედარებით, მაგალითად ეხლა ეს სიახლე, როდესაც მეგა მონაცემების ცენტრი უნდა ააშენოს მაგალითად NVIDIA-მ, ჩვენთან მიმართებაში შეიძლება ვთქვათ, რომ ეს გაჩნდა კონკურენცია და სურვილი ჩვენც გქონდა, თუმცა მე სუბიექტურად მგონია, ზუსტად ამის თქმა მინდოდა, მე ზუსტად შემგონია, რომ დაკარგული შესაძლებლობა აღნიშნავენ იმასაც, რომ სომხეთს ძალიან კარგი ტექნოლოგიური ბაზარი და ტალანტი აქვს, არ ამგონია, რომ ჩვენს რამენაირად გვიჭირდეს ამ მიმართულებით, მაგრამ მოცემულობა ესეთი არის. რეგიონში სომხეთი, შეგვიძლია ვთქვათ, საქართველო და აზერბაიჯანი ესე ინაწილებენ იმას, თუმცა აზიურ ბაზარზე ძალიან ბევრი ძლიერი მოთამაშე არსებობს და აი ამ იმაში რუკაზე, მაგალითად აზიის ტექნოლოგიური ბაზრის რუკაზე საქართველო როგორ აღმოჩნდება და სად აღმოჩნდება, ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მე ვხვდება ხოლმე თვალში, რომ საქართველო მაგალითად ბიზნეს პროცესებისას ტექნოლოგიური სერვისების აუთსორს ქვეყანად იქცა, უბრალოდ უნდა გამოიკვეთოს რომელი სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს იმაზე, მაგრამ აი ჩვენი ეს პოზიციონერება მე მგონი რომ ჯერჯერობით კიდევ დასალაგებელია და ვერ ვიტყვით რომ მაგალითად ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ტექნოლოგიური ბაზარი, რომლითაც შეგვიძლია რეგიონში საუბროთ იმაზე, რომ მოდით ჩვენთანაც რაღაცა აშენდეს. მე ეს
ისეთი სუბიექტური განცდა მაქვს, ამიტომ რომ აქ ძირითადად მაინც საუბარია, ჩემი აზრით ესე მოიაზრება ადგილობრივი სამუშაო ძალის დასაქმება სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელიც მათთვის ეკონომიკურად მისაღებია. თუ შეგვიძლია რაიმე ფორმით გავზომოთ, რა შეიძლება იყოს დანაკარგი ადამიანურ რესურსის თვალსაზრისით, რა შეიცვალა და ამან რამდენი ადამიანი შეიძლება დატოვა სამსახურის მიღმა, იმიტომ რომ ჩატბოტები თუ სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სერვისები ამოქმედდა და რა შეიძლება იყოს გაგრძელება ამის. კი, ჯერჯერობით ჩვენთან რაგეს ათვისების adoption rate, ესეთი უკაცრავად ინგლისურისთვის, ჩვენ ვართ ან ათვისების საწყის ეტაპზე, როგორც ვახსენე, უფრო მეტად ეს ხდება განვაზოგადებ, აი თვითნებურად არ არსებობს რაღაცა წესები. ამიტომ ეს რისკი და საფრთხე ჯერჯერობით არ არსებობს. სხვა რისკი არსებობს აქ ჩვენი ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე. ძალიან არარეგულირებადი გამოყენება აქვს სკოლაში, უნივერსიტეტებში და სამსახურებში და ეს თვითნებურად გამოყენება ცოტა არ ვარგა მომავლისთვის. რაც შეეხება ზოგადად ამ ტექნოლოგიას რა შეუძლია გააკეთოს, რა თქმა უნდა, ხედავთ კიდევაც, რომ მაგალითად ხდება თანამშრომლების შემცირება და ეს თანამშრომლების შემცირება ძირითადად ხდება, იცით, ყველა იმ ადამიანის, ვისი სამუშაო შესრულების ხარისხით საშუალოზე დაბალი იყო. პირველი ტალღა ასეთია. ხელოვნური ინტელექტის მომავალი თაობა, რომელიც არის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი, ეს არის ავტონომიური გენერაციული ინტელექტი, რო წარმოვიდგინოთ პლატფორმა ძალიან დიდი ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა აპლიკაციებისა. ეს არის ის მოდელი, რომელზეც ბევრი საუბრობს, რომ მაღალი რისკები აქვს, თუმცა ბევრი ასევე საუბრობს, რომ შესაძლებლობებიც გააჩნია. მისი უპირატესობა რა არის, იცით, ადამიანისგან დამოუკიდებლად შეუძლია გარკვეული სამუშაოების შესრულება. აი ამ პლუსებზე გავაკეთებდი აქცენტს, თუ დავუშვათ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ეს ჩაანაცვლებს, ალბათ უფრო სამუშაოს შეუცვლის ადამიანს და რა თქმა უნდა, მარტივ განმეორებად სამუშაოებს მართლა ჩაანაცვლებს. უბრალოდ აქ საუბარი არის პოზიტიური თვალსაზრისით, რამდენად სურვილი ექნება და გადაწყვეტილებას მიიღებს ორგანიზაცია კი არ ჩაანაცვლოს აი ამ პროცესში, ვიდრე ეს ტექნოლოგიის ათვისება ხდება, ახლა მაგალითად თანამშრომლები გადაამზადოს. ვინაიდან ჯერჯერობით ხელოვნური ინტელექტის, რაც არ უნდა განვითარებულ მოდელზე ვისაუბროთ, ხელოვნური ინტელექტის უპირატესობა ეფექტურობაა სისწრაფე და მეგამონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ზოგადად ადამიანური ტვინის და ინტელექტის უპირატესობა არის კრეატიულობა და ცოტა უფრო მეტი აბსტრაქტული აზროვნება, რაც ჯერჯერობით აი ამ ტექნოლოგიებმა ვერ დაწერა. აქედან გამომდინარე, ჩანაცვლებაზე, ანუ შეცვლაზე არის საუბარი სამუშაოების განმეორებადი, იგივე მაგალითად ეხლა რაზეც საუბრობდით, ხომ კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტები შეიძლება გაქრეს მათი საქმე, მაგრამ თუ პროგნოზია რომ 80,000 სამუშაო გაქრება, 60,000 უნდა შეიქმნას. ეხლა უკვე არსებობს. ძალიან საინტერესო ფაქტია მაგალითად, ძალიან იზრდება ჩვენთანაც პოპულარობა AI ტრენერის. ძალიან ბევრი კითხულობს თუ როგორ უნდა იმუშაოს მასთან. ის ვახსენე რაღაცები ქრება, თუმცა რაღაცა ახალი პროფესიები ჩნდება ამის კვალდაკვალ და ესეც საინტერესო ტენდენცია. კი, AI ტრენერი გარდა იმისა, რომ არსებობს მოთხოვნა უკვე AI ინჟინერზე მონაცემების არქიტექტორზე, ტექნოლოგიურიც, სუფთა ტექნოლოგიურიც და ურთიერთობისთვის, ანუ გამოყენებისთვის. განსაკუთრებით საინტერესო მე უკვე მენეჯერების როლი ხდება ამ ყველაფერთან ერთად, თუმცა ჩვენი იმით მდგომარეობიდან რომ გამოვიდეთ, ჩვენ ვართ ჯერ ათვისების განვითარების, აი მაგალითად ისიც თუ რა ტიპის სამუშაოებზე უნდა გამოვიყენოთ და კითხვა უნდა დავსვათ თუ დავალება მივცეთ. უმეტესობა აძლევს კითხვას, უსვამს კითხვას ხელოვნურ ინტელექტს, დავალება უნდა მივცეთ. რამდენად სწრაფად ვუწყობთ ფეხს და მივდივართ ჩვენ ამ ნაწილში. მისმის რომ საწყის ეტაპზე ვართ, თუმცა ეს საწყისიც რამდენად სწრაფად ვითარდება. მეტნაკლებად. არ არის, ანუ აქ ამ ტექნოლოგიის განვითარებისთვის იქნებოდა იდეალური გარემო, თუ კი არსებობდა მაგალითად ხელშეწყობაც და კონკურენციაც, რომ რაც შეიძლება მეტი AI სტარტაპი გაჩნდეს და დაფინანსდეს და ამაზე ბევრი საუბრობდეს. არ არის, იმიტომ რომ ძვირი ტექნოლოგიაც არის და ბაზარი შევიწროებულია. თან კიდევ მე მგონია, რომ ეხლა
რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს უკვე ამ ახალ ტექნოლოგიაზე ფიქრი და მუშაობა, საკუთარის განვითარება, უკვე ადაპტაციაზე უფრო ვიტყოდი, ვიდრე განვითარებაზე. ძალიან არსებობენ, რა თქმა უნდა, კომპანიები ცოტა, კონკურენცია უფრო გლობალურად არის და ეს ძალიან კარგია. ჩვენთან შესაძლებლობა არსებობს, რომ ამაზე ბაზარი გაჩნდეს. რადგან განვითარება ახსენდა გლობალურად რა ხდება, ამაზეც მოკლედ შეჯამებისთვის იქ სად არიან და იქ როგორ მიდის პროცესები, რამდენად სწრაფად და რა იცვლება შრომის ბაზარს. ხო, ეს მე რაც ძალიან მომწონს, ეს გახლავთ აგენტური AI, ზეგან რაც აღწერეთ, რომ ავტონომიურად მუშაობს, აგენტური AI არის ის, რომლის განვითარებაზეც მუშაობენ წამყვანი კომპანია, მაგალითად Microsoft-მა უკვე გააკეთა და მის გააკეთა კი არა, ხელმისაწვდომი გახადა და ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც Microsoft-ის კლიენტია, მისი სერვისებით სარგებლობს, უკვე საშუალება აქვს, რომ მაგალითად აგენტმა, აგენტი ეს გახლავთ ხელოვნური ინტელექტი, დავალებები შეასრულოს ადამიანის მუშაობის დასაჩქარებლად, ეფექტურობის გასაზრდელად. ეფექტურობა ძალიან მომწონს, ვინაიდან მაგალითად დროს არ დავხარჯავთ მარტივ იმეილი იქნება ეს თუ მარტივი რეპორტის გასაკეთებლად. აგენტური AI არის ის, რომელსაც ეხლა აქვს ძალიან დიდი ინტერესი და გამოხმაურება და ცდილობენ, რომ ეს განვითარდეს. საუბარი არის იმაზეც, რომ აგენტური AI არის სწორედ ის, რომელიც მაგალითად შეიძლება მთელს ორგანიზაციაში გუნდების ტრანსფორმაცია გამოიწვიოს და თვითონ სამუშაოებს ქმნის და შესაძლებელი არის და პროგნოზიც არის ამაზე, რომ მისი ეფექტურობა 55%-ჯერ მეტია, ვიდრე ადამიანის ეფექტურობა. ამიტომ ამ ტექნოლოგიაში უფრო მეტი ინვესტირება კეთდება. დაანონსებული, რაც გახლავთ, ეს არის ტექნოლოგიური გიგანტების მიერ თანამშრომლების შემცირება. ნუ ეხლა ამ პერიოდში უახლოესი მოხდება ალბათ Google-ისგან, იმიტომ რომ ანონსი გაკეთებულია და Salesforce-ისგან. იცვლება პროფესიებში სამუშაოები, ციფრული მარკეტერები, ადამიანურ რესურსებში ფაქტობრივად 70% დაემქვემდებარება ამ ტექნოლოგიის ათვისების შემდეგ შეცვლას და ეს საინტერესოა, ფინანსური ანალიტიკოსები, იურიდიული მიმართულება და მე მგონი ყველაფერი, იმიტომ რომ საუბარი არის, რომ აგენტი მენეჯერით შეიძლება არსებობდეს. პროფესიები, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ან ყველაზე გვიან შეეხება. ფიზიკური სამუშაოები და ექიმები. პედაგოგები, ექიმები, რომლებსაც არ შეეხება, ყველაზე გვიან შეეხება, თუმცა სამედიცინო სფეროში ყველაზე უფრო სწრაფად ვითარდება. ექიმებს არ შეეხება. საინტერესოა ტენდენციები, მათ შორის მედიის კუთხითაც როგორ წარიმართება, იმიტომ რომ მათ შორის მედია ძალიან აქტიურად იყენებს AI შესაძლებლობებს ნებისმიერ გადაცემის თუ ნებისმიერ ინტერვიუს დაგეგმვის პროცესში და საინტერესო ამბები გველოდება. მე მაგალითად ვარ გამომწერი ბრიტანული გამომცემლობის Atlantics, სადაც ხშირად არის ხოლმე, რომ ეს სტატია გაკეთებულია AI-ის მიერ და მომწონს. ხო, ესე ძალიან საინტერესოა, როდესაც შეგიძლია ნახო, რამდენი პროცენტით არის AI-ის დახმარებით გამოყენებული ესა თუ ის ამბავი. მადლობა, მედია თქვენი დროისთვის და ტრადიციულად საინტერესო მიმოხილვისთვის მერია დაბადაძე საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი პასუხობდა საქმიანი დილის ორშაბათის კითხვებს.